მოგესალმებით ეთერშია სტასუტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავრღმავებოდით იმ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა დავინტერესდით ხარჯეფექტიანობით და ხარისხით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, სადაც აღმოჩნდა პრობლემები, იქ გაჩნდა შესაბამისი საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფო ყველგან იქნება უკომპრომისო, სადაც აღმოაჩენს, რომ არის ხარვეზები. სადაც არის კითხვები, ყველგან გაგრძელდება გამოძიება. ეს არის ჩვენს ინტერესებში. ყველგან ვიქნებით უკომპრომისო, სადაც ჩვენ დავინახავთ, რომ არის ხარვეზები პროექტების აღსრულებაში, განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში ბენჟამინ ჰადადს შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს, ჰქონდა არსებითი დისკუსია საქართველოში არსებულ ვითარებაზე, რისთვისაც ფრანგ მინისტრებს მადლობას უხდის. მადლობა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ამ არსებითი დისკუსიისთვის, ასევე ევროკავშირისა და ვაიმარის სამკუთხედის როლისთვის, ქართველი ხალხის მომავლის უზრუნველყოფასა და ევროპული პერსპექტივის აღდგენაში დახმარების კუთხით, წერს სალომე ზურაბიშვილი. გელა ხასაია არის მორიგი პოლიტიკური პატიმარი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ზეპირ სიტყვიერი განცხადების გარდა ვერაფერს ავრცელებს. დანაშაული ვერ შეკერეს, რაც მათ ქაოსურ პანიკურ მდგომარეობაზე მიუთითებს. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის წევრმა ნიკა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მისი თანაპარტიელის გელა ხასაიას დაკავებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, იმ მუხლით, რითაც ხასაია დაკავებული, არ აკავებენ რეალურ დამნაშავეებს, მაგალითად მათ, ვინც კალაძის შტაბიდან გამოვარდნენ და ადამიანებზე, ქალებზე, გოგოებზე ფიზიკურად იძალადეს. როგორც ფარულავამ აღნიშნა, სინამდვილეში ამას რეჟიმის შიშის დასანერგად აკეთებს. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კოალიცია ცვლილებისთვის წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. ჩორჩანაში გიორგი გახარია იცავდა ქართულ მიწას. მის წინააღმდეგ შეთითხნილი 20 წლიანი საქმით კი ოცნება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ინტერესებში მოქმედებს. ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინებამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით, მმართველი პარტიის მხრიდან ჩორჩანას საკითხზე გამოძიების დაწყება და საგუშაგოს განთავსებისთვის დანაშაულის დარქმევა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის აჩენს პოლიტიკურ სამართლებრივ საფუძვლებსა და იმედს, რომ მოხდება საგუშაგოს დემონტაჟი და ქართული მიწის ამ ნაწილის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის კონტროლ ქვეშ მოექცევა. მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ დიდ ბრიტანეთში საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრების შემდგომ განაცხადა. ბოკუჩავას განცხადებით, დიდი ბრიტანეთის სანქციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ივანიშვილს დიდი ოდენობის აქტივები ბრიტანეთში და ოფშორულ ტერიტორიებში აქვს. ამიტომ სასანქციო პოლიტიკის გაგრძელება და დაჩქარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. აგრეთვე ვისაუბრეთ ეგრეთ წოდებულ ვაიმარ პლუსის თანამშრომლობის ფორმატზე, სადაც დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი ძალისხმევას გააძლიერებენ. ამასთან თანამშრომლობასა და კოორდინაციას, რათა ავტოკრატიულ რეჟიმზე ეფექტიანად განახორციელონ წნეხი. ასევე საქართველოს და მის მოქალაქეებს მისცენ შესაძლებლობა დაუბრუნდნენ დემოკრატიული ევროატლანტიკური განვითარების გზას, განაცხადა თინა ბოკუჩავამ. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან, დაამარცხებენ რეჟიმს და მოვიპოვებთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს, თავისუფლებას პოლიტიკური პატიმრებისთვის. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა სტრასბურგში ბრიფინგზე. მისი განმარტებით, ანტიქართულმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა გადაწყვიტა საქართველოს დაუკარგოს ისტორიული ფუნქცია და ევროპული მომავალი. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ახლა ქუჩაში დგანან, დაამარცხებენ ამ რეჟიმს და ჩვენ მოვიპოვებთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს და თავისუფლებას პოლიტიკური პატიმრებისთვის, განაცხადა თევზაძე. სამგორის რაიონში კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ემირ ბურჯანაძისა და ველისთავის ქუჩები სრულად განახლდა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ორივე ქუჩის სიგრძე 3 კილომეტრამდეა, ხოლო ფართობი 57,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე ვიცემერ გიორგი ყემალაძესთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერიის ცნობით, პროექტი მოიცავდა წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემის შეცვლას. ტერიტორიაზე მოეწყო გარეგანათების ქსელი და დამონტაჟდა ლედ სანათები, ჩატარდა საგზაო სამუშაოები და ასფალტის საფარი მოიწყო, ტროტუარების, საგზაო ნიშნები და სავალი ნაწილი დაიხაზა. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სამოძრაო ზოლი და ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
1 ოქტომბრიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. ცვლილებებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე კლინიკებისა და აფთიაქების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ახალი პროცედურები გააცნო. ცვლილებების შესაბამისად აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ იურიდიულ პირს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს მიენიჭა. ძალიან კანონზომიერია, რომ ქართული ოცნება, როგორც კრემლის სატელიტი, არ ულოცავს გამარჯვებას საქართველოს მეგობარ მაია სანდოს და მოლდოველ ხალხს. ამის შესახებ ლელოს წევრმა თაზო დათუნაშოვმა განაცხადა. მან ქართულ ოცნებას საქართველოს მოსახლეობისადმი მტრულად განწყობილი უწოდა და აღნიშნა, რომ არაფერი არაბუნებრივი არ არის იმაში, რომ არ მიულოცონ საქართველოს მეგობარ ქვეყანას დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის დამარცხება. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნისთვის მილოცვა გაუჭირდება. კობახიძის თქმით, როდესაც მოლდოვა დსთ-ს დატოვებს, მილოცვის საკითხს კიდევ ერთხელ გადახედავენ. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით ხმების 100%-ის დათვლის შედეგად 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდოს მმართველმა მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ ხმათა 50.2% დააგროვა და ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე რადმილა შეკერინსკას შეხვდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით შეხვედრა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს სომხეთსა და ნატოს შორის პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები და ხაზი გაუსვეს უფრო ამბიციური დღის წესრიგის შემუშავებისადმი მათ ინტერესს. შეხვედრაზე რეგიონულ მოვლენებზე ფოკუსირებისას მირზოიანმა და შეკერინსკამ გაცვალეს მოსაზრებები მშვიდობის დამყარებაში, ვაშინგტონის შეთანხმებების მნიშვნელობაზე და ასევე საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ ტრამპის გზის საკომუნიკაციო პროგრამის განხორციელების კუთხით. ინდონეზიაში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებში ჩარჩენილ 38 ადამიანს ეძებენ. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ინდონეზიის სამძებრო სამაშველო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, სკოლის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო მაშველებმა 99 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. დაშავებულთაგან 80 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ინდონეზიის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, სკოლის შენობის ნაწილი მეოთხე სართულზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს ჩამოინგრა. სკოლის შენობის ჩამონგრევის შემდეგ 38 ადამიანი კვლავ დაკარგულად ითვლება და სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას მივესალმები. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ღაზაში ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის მზადყოფნას მივესალმები. მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. ევროკავშირი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს. განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისი თქმით, საომარი მოქმედებები უნდა დასრულდეს. ღაზას ჰუმანიტარული დახმარება უნდა მიეწოდოს და ყველა მძევალი გათავისუფლდეს. ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზად რჩება, სადაც ისრაელელი და პალესტინელი ხალხი ერთმანეთის გვერდიგვერდ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, ძალადობისა და ტერორიზმისგან თავისუფალ გარემოში იცხოვრებს, წერს ევროკომისიის პრეზიდენტი X-ზე. ღაზაში ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, ჩვენ ფართო მხარდაჭერა გვაქვს როგორც სპარსეთის ყურის სახელმწიფოებისგან, ისე ევროპელებისგან. გეგმას დიდი მხარდაჭერა აქვს, განაცხადა უიტკოფმა. ოპტიმისტურად და იმედიანად ვარ განწყობილი, ეს უნდა დასრულდეს, აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა. ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელი მის სამშვიდობო გეგმას დათანხმდა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.